ხდება ქართულ სასამართლოებში ქვეყნდება ახალი კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას ასახავს. დასკვნის ავტორები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა მონიტორინგის პერიოდი არჩევნებიდან დღემდე. კვლევაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მოსამართლეები პროკურატურის შუამდგომლობებს ნაკლებად აკმაყოფილებენ, თუმცა გამოიკვეთა ერთი დეტალი. ხშირ შემთხვევაში საქმეების განხილვა ყოფილი ჩინოვნიკების სასარგებლოდ სრულდება. სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება გაუმჯობესებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ახალი რეალობა გამოიკვეთა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 6 საქალაქო სასამართლოში ჩატარდა. აგვირდებით სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიას, ეს არის პირველი წარდგენის ხმები, წინა სასამართლოს ხმები, რომელზეც იხილება საფრთხის შეთანხმება და არსებითი განხილვის ხმები. კვლევის მიხედვით თუ არჩევნებამდე პერიოდში სასამართლო პროკურორის შუამდგომლობას თითქმის ყველა შემთხვევაში აკმაყოფილებდა, არჩევნების შემდეგ სასამართლო პროკურატურის პოზიციას ნაკლებად იზიარებს, თუმცა ერთი განსხვავებით. მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასამართლო უმეტეს შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. აქ გამოვლინდა ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში ადრეც არსებობდა და სამწუხაროდ არსებობს. კიდევ არის ასევე დადებით ტენდენციებზეც საუბარი, მაგალითად იმაზე, რომ სასამართლო ყველა შუამდგომლობას პროკურატურის მიერ დაყენებულს აღარ აკმაყოფილებს, თუმცა როგორც ჩვენს კვლევაშია მითითებული, ეს ძირითადად შეიმჩნევა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით იმ საქმეებში, სადაც იკვეთებოდა სახელმწიფო ინტერესი, ბევრად უფრო მეტი დარღვევა დაფიქსირდა ვიდრე ადმინისტრაციულ საქმეებში. იმ შემთხვევაში თუ კი იკვეთებოდა სახელმწიფოს ინტერესი ამ საქმეებში, ამ შემთხვევაში ცალსახად ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს. სასამართლო პროცესების დროულად დაწყება, განაჩენის გონივრულ ვადაში გამოტანა და მოსამართლეების მიერ დაცვის მხარისთვის მიცემული განმარტება. ეს ის ძირითადი მიღწევებია, რომელიც კვლევაში გამოიკვეთა. სასამართლო პროცესები იწყებოდა დროულად, გადაწყვეტილება მიღებული იქნა დროზე და მხარეებს ჰქონდათ საშუალება რომ დაეცვათ თავიანთი პოზიციები, ასევე საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია სხდომებთან დაკავშირებით და მოსამართლე ყოველთვის აცნობდა მხარეებს თავიანთი უფლებებთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას დემოკრატიის განვითარების წინაპირობად მიიჩნევს. სამოქალაქო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დღევანდელ დღეს, მათ აქვთ მნიშვნელოვანი როლი ამ საქმის წაყვანაში. ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ სასამართლოს მონიტორინგი, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია. სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.